სრულებს წარმატება ქართულ კალათბურთელებს. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად კი ლონდონში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. პორტუგალიელებთან ერთად დიდ ბრიტანეთში ანსამბლი შვიდკაცა და ნაციონალური ბალეტის მიემგზავრება. ქართულ პოლიფონიასა და ტრადიციულ ცეკვასთან ერთად მაყურებელი ქართული რეწვის ნიმუშებს გაეცნობა და არასაკვირველია ქართულ კერძებსა და ღვინოს დააგემოვნებს. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს 18 სექტემბერს აიღებს. პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პორტუგალიელების პირველი შეხვედრა ტონგას ნაკრების წინააღმდეგ 19 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. რაგბის მერვე საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისი უმასპინძლებს. ქართულ მორაგბეებს და მათ გულშემატკივრებს კი ქართველი ხელოვანები გაამხნევებენ. ძალიან კარგი შესაძლებლობა ეს, რომ ჩვენი კულტურის წარმოჩინება მოხდეს კიდევ ერთხელ საერთაშორისო არენაზე. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ რაგბის ჩემპიონატი ისეთ ღონისძიება, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს. რაგბის ჩემპიონატს ყველა მოუთმენლობებით ეს არის ერთის მხრივ ქართული სპორტის ძალიან მნიშვნელოვანი და რაგბისთვის ამავდროულად იქ მოეწყობა ქართული ასევე კულტურის დღეები, ქართული სპორტული წარმოჩინება. ლონდონში ჰიბერნია ვორფსზე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ქართულ მოთამაშეთა მხარდასაჭერად ანსამბლი შვიდკაცა ლონდონში სპეციალურად მორაგბეებისადმი მიძღვნილ კომპოზიციას შეასრულებს ფილმიდან ბაშიაჩუკი. ანსამბლი ინგლისში 3 კონცერტს ჩაატარებს. ჩვენ დიდი ხანია მეგობრობთ რაგბის ეროვნულ ნაკრებთან, მის ფედერაციასთან. სიმღერაც კი მიუძღვენით, ესე ვთქვათ, მათ, რომელიც ყოველთვის ჟღერს ხოლმე ყველა თამაში, სადაც ეროვნული ნაკრები თამაშობს. შევეცდებით, რომ გავამხნელოთ ჩვენი ნაკრები. რაგბის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ქართულ კულტურის დღეებში ანსამბლი სუხიშვილებიც მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს შეასრულებს. საქართველოს სახელით გამოვდივართ, მაგრამ მარტო სპორტსმენები არამედ ჩვენც, ძალიან საამაყოა ეს ჩვენთვის, იქნება მოკლე პროგრამა წარმოდგენილი, ძირითადად იქნება ჩვენი ახალი პროგრამიდან ცეკვები. ქართული სიმღერისა და ცეკვის გარდა ლონდონში ტრადიციული ქართული რეწვისა და სუვენირების გამოფენაც გაიხსნება, სადაც ქართველი მხატვრები ძველი ქართული მეთოდით დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს, ხევსრულ ჩითებს, სასმისებს და ლურჯი სუფრის ნიმუშებს წარმოადგენს. ეს არის ჩითები, ხევსურული და შავ-თეთრი წინდები ქვია ამას, ეს ძალიან სპეციფიური ორნამენტია და დამახასიათებელი იყო თუშეთისთვის. ნაქარგი ქართველებისთვის ყოველთვის ცნობილია, რომ ნაქარგობა როგორი აქტუალურია საქართველოში. 2015 წლის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე ინგლისში ცოტა დრო რჩება. კულტურული პროგრამის გარდა რაგბის მოყვარულებს ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ. მოედანზე კი დიდი ეკრანი დამონტაჟდება და მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციები გადაიცემა.